საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების 5 ფაქტი გამოვლინდა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სხვადასხვა პირმა საბაჟო გამშვები პუნქტის, სარფის, სადახლოს ავტომობილოს და ყაზბეგის გავლით. საბაჟო კონტროლის მალულად საქართველოს საზღვარზე გადმოიტანა დიდი ოდენობით ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები. ასევე იყო დიდი ოდენობის ბრილიანტის გატანის მცდელობის ფაქტიც. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 2025 წლის მაისის თვეში საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესების დარღვევით გადაადგილების 5 ფაქტი გამოავლინა. გამოძიებით დადგინდა, რომ სხვადასხვა პირის მიერ საბაჟო გამშვები პუნქტების, სარფის და სადახლოს ავტომობილოს გავლით საბაჟო კონტროლისგან მალულად საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოტანილი იქნა ჯამში 920.46 მიასედი გრამი ძვირფასი ქვებით გაწყობილი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, ასევე გამოვლენილი იქნა საბაჟო გამშვები პუნქტის ყაზბეგის გავლით 62 ცალი 24.2 მიათედი კარატი ბრილიანტის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადატანის მცდელობის ფაქტი. ჯამში ამოღებულია 921.53 მიასედი გრამის ოდენობის ძვირფასეულობა, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 234.412 ლარს. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.